ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პაველე ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს პრობლემა არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან აქვს. ანუ კი ჩხიკვაძე გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში. მმართველი გუნდისთვის პაველე ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას, რაშიც ვერც ქართველი ხალხი და ვერც ქართული ხელისუფლება ვერ აიყოლიეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს ახსენებენ, რომ სწორედ ქართული ოცნების პერიოდში გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისეთი ნაბიჯები, რასაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოყვა. მმართველ გუნდში ამბობენ იმას, რომ საქართველო აგრძელებს ევროპისკენ გზას. ჰერჩინსკის განცხადება, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, ეხლა უკაცრავად და სიცრუეა, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ ევროპას, ასოცირების ხელშეკრულებით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით დაწყებული, ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯებით გაგრძელებული, უბრალოდ რაღაცა ტიპის უსამართლობა, რომელიც დაიწყო კონკრეტულად ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით, ხომ? ეს ზუსტად დაიწყო იმ დღესვე, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში ეს ტრაგედია, ხო? ძალიან ბევრ რაღაცაზე მიანიშნებს. იმიტომ რომ რა არ გავაკეთეთ ჩვენ, ხო, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის დასახმარებლად და ერთადერთი არ გავაკეთეთ, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. ჩვენ თუ მეგობრობა ისე იმგვარად უნდა დავამტკიცოთ ევროკავშირთან, რომ რუსეთთან შევდივართ ესკალაციაში, უკაცრავად, მაგრამ ეხლა ჩვენ მეგობრობას, ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ, ნგრევას ვერ ვამჯობინებთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მსხვილი ვალდებულებების შესრულება, საქართველოში დემოკრატია საფრთხეში არ არის, ის კანონმდებლობა, რომელსაც თავის დროზე საყრდნობდა ევროკავშირი, ახლა თავად მიიღო ევროკავშირმა იგივე გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც ერთადერთს ამის ითხოვდა, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო სამოქალაქო სექტორის დაფინანსება, ახლა თავად ევროკავშირში არის ეს პროცედურები დაწყებული, რამდენი მილიარდი ევრო დაიხარჯა სამოქალაქო სექტორის დაფინანსებაში და რაში დაიხარჯა ეს ყველაფერი, ისევე როგორც საყდროს ვისმენთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ USAID-დან ედი საერთოდ დახურა პრეზიდენტმა ტრამპმა. ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელიც შეიცავს არასწორ ინფორმაციას, უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენთვის არის მიუღებელი და ის სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილოთ კანდიდატის სახელმწიფო, როგორც ითით, ჩვენ სულად ვაკმაყოფილებთ, მათ შორის კანონის უზენაესობის და სხვა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა ბევრი მიმართულებით, ასე რომ ელჩის ეს განცხადებაც არის ძალიან სამწუხარო. ესეთი განცხადებები, როგორც ჩანს, არის შანტაჟის ინსტრუმენტი და გარკვეული სამაშველო რგოლი იმ რადიკალი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სახელმწიფოს წინააღმდეგ ბუხტი ააგორონ და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. ხო, მაგრამ საზოგადოებას კარგად აქვს შეფასებული ის სწორი ხაზი პოლიტიკის, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს და ეს რაში გამოიხატება, რომ თუ ბატონი ჰერჩინსკი თulis რომ ეს პროცესი არის შეჩერებული, ჩვენ ესე არ ვთვლით, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის და გულისხმობ ევრო ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ ამ პროცესს მუდმივად ვახორციელებთ და ამ ვალდებულებებს მუდმივად ვასრულებთ. ევროკავშირის ელჩი საქართველოს მიმართ მუქარისენით საუბარს აგრძელებს. დღეს ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით პაველე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელი და არამეგობრული დამოკიდებულებაა.